როცა პეპლებს მივსწევთ, ისინი ჩვენგან შორს მიფრინავენ, მაგრამ როცა ლამაზ ბაღს ვაშენებთ, პეპლები თავად მოდიან ჩვენთან. ეს ფრაზა მხოლოდ ბუნების შესახებ არ არის, ეს ცხოვრების შესახებ არის. როცა რაღაცას ავედევნებით, სიყვარულს, წარმატებას, აღიარებას, სიმშვიდეს, ხშირად ამას ვაკეთებთ შინაგანი ნაკლებობის განცდით. თითქოს რაღაც გვაკლია და აუცილებლად გარედან უნდა მივიღოთ. და სწორედ ამ განცდაში იმალება პრობლემა. რაც უფრო მეტად ვცდილობთ რაღაცის დაჭერას, მით უფრო ვაძლიერებთ განცდას, რომ ის ჩვენგან შორს არის და ცხოვრება ხშირად გვიბრუნებს სწორედ იმ ენერგიას, რომელსაც ვასხივებთ. რაც უფრო ძლიერად ვცდილობთ დავიჭიროთ ბედნიერება, მით უფრო შორს გვეჩვენება ის. დეფიციტიდან სიუხვისკენ. როცა გარეთ ვეძებთ იმას, რაც შიგნით უნდა ვიპოვოთ, ჩვენ მოქმედებას ვიწყებთ დეფიციტის შეგრძნებიდან. მე არ ვარ საკმარისი, მე ჯერ უნდა დავიმსახურო, მე ჯერ უნდა მივიღო რაღაც, რომ თავის სრულად ვიგრძნო, მაგრამ როცა ადამიანი იწყებს შიგნით მუშაობას, ყველაფერი იცვლება. შინაგანი ზრდა ნიშნავს საკუთარი თავის მიღებას, თვითშეფასების გაძლიერებას, ემოციური სიმწიფის განვითარებას, საკუთარ ფასეულობებზე დაფუძნებულ ცხოვრებას. როცა საკუთარ თავს საკმარისად გრძნობ, აღარ გჭირდება გარედან მუდმივი დამტკიცება. შინაგანი ბაღის გაშენება. ბაღი არ არის მხოლოდ გარემო. ბაღი შენი შინაგანი სამყაროა, როცა შენ აზროვნებას ასუფთავებ, მადლიერებას ავითარებ, საკუთარ თავთან პატიოსანი ხარ, სულიერად იზრდები, საკუთარ თავს სიყვარულით ებყრობი, შენ ქმნი ნიადაგს და ამ ნიადაგში იბადება სიმშვიდე. სიმშვიდეში იბადება თავდაჯერება, თავდაჯერებაში მიზიდულობა. ბაღი ერთ დღეში არ ყვავის. მას დრო მოთმინება, ყურადღება და ყოველდღიური ზრუნვა სჭირდება. ასევე პიროვნული ზრდა, ეს პროცესი არის თანმიმდევრული, მშვიდი და ღრმა. ნუ ეძებ გარეთ იმას, რაც უკვე შენშია. ხშირად ვფიქრობთ, რომ ბედნიერება გარედან მოდის. გონია, რომ როცა მივაღწევთ, გარკვეულ სტატუსს ვიპოვით, პარტნიორს მოვიპოვებთ, აღიარებას, მაშინ ვიქნებით სრული, მაგრამ სიმართლე ეს არის, რომ გარესამყარო მხოლოდ ასახავს ჩვენ შინაგან მდგომარეობას. თუ შიგნით სიცარიელია, გარეგანი წარმატებაც დროებითია. თუ შიგნით არასტაბილურობაა, ურთიერთობების არასტაბილური იქნება. თუ საკუთარ თავს არ ვაფასებთ, სხვების შეფასებაც არასდროს იქნება საკმარისი. რაც გვჭირდება უკვე ჩვენ შიგნით არის ღირსების განცდა, სიყვარულის უნარი, შემოქმედებითი პოტენციალი, შინაგანი ძალა, სიმშვიდე. ჩვენ არ ვართ სარიელი ჭურჭელი, რომელიც გარედან უნდა შეივსოს, ჩვენ ვართ წყარო, რომელიც უნდა გაიხსნას. რატომ მუშაობს შინაგანი ტრანსფორმაცია? როცა ადამიანი საკუთარ თავზე იწყებს მუშაობას, ხდება ენერგეტიკული და ფსიქოლოგიური ცვლილება. შინაგანი ზრდა ქმნის უფრო ჯანსაღ არჩევნებს, უფრო ნათელ საზღვრებს, უფრო სტაბილურ ურთიერთობებს, უფრო გამბედავ გადაწყვეტილებებს. შენ არ იზიდავ იმას, რაც უბრალოდ გინდა, შენ იზიდავ იმას, ვინც ხარ. რატომ არ მუშაობს დევნა? იმიტომ რომ ჩვენ როცა რაიმეზე ვართ დამოკიდებულები, რაიმეს მივსდევთ, ამ დროს შედეგზე ვართ დამოკიდებული. მაგრამ როცა ბაღს ვაშენებთ, ანუ შინაგან სამყაროზე ვზრუნავთ, ყურადღება მიმართულია შიგნით, ჩვენ ვხდებით პროცესზე ორიენტირებულები. და პარადოქსულად, სწორედ მაშინ, როცა შედეგს აღარ მივსდევთ, შედეგი ბუნებრივად ჩნდება. შინაგანი სიუხვის კანონი. როცა ადამიანი საკუთარ თავს საკმარისად თვლის, ის აღარ ევედრება სამყაროს დამტკიცებას, ის მოქმედებს ღირსების პოზიციიდან, არა ნაკლებობისგან, ის ქმნის ღირებულებას, არა მოლოდინს, ის ცხოვრობს ცნობიერად, არა შიშით და ასეთ მდგომარეობაში ცხოვრება ბუნებრივად იწყებს რეაგირებას. პეპლები მოდიან არა იმიტომ, რომ შენ დაიჭირე, არამედ იმიტომ, რომ შენ უკვე იქ ხარ, სადაც მათ ყოფნა სურთ. დასკვნა. ნუ დაედევნები პეპლებს, ნუ დაედევნები ბედნიერებას, სიყვარულს, აღიარებას, შექმენი ლამაზი ბაღი, იმუშავე საკუთარ აზროვნებაზე, განავითარე შინაგანი ღირებულებები, ისწავლე საკუთარი თავის სიყვარული, შეინარჩუნე შინაგანი სიმშვიდე, რადგან რაც გჭირდება უკვე შენშია, შენ არ ხარ ნაკლები, შენ უკვე სრული ხარ. შენ არ უნდა დაედევნო ოცნებებს, შენ უნდა შექმნე ის გარემო საკუთარ თავში, სადაც ოცნებები თავად მოვა. და როცა შენში ყველაფერი აყვავდება, პეპლები თავად დაბრუნდებიან. ისინი თავად მოვლენ შენთან.